გლდანის მერვე საპყრობილეში სომეხი ეროვნების პატიმრის წამების ფაქტის შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთა და უფლებადამცველთა განცხადებით გამორიცხული არ არის, რომ პატიმარი არა საქართველოს, არამედ სომხეთის ან რომელიმე მესამე ქვეყნის მოქალაქე იყოს. ქართულ ციხეში ეროვნების სომეხი პატიმრის წამების ფაქტს უკვე სომხეთიდანაც ეხმაურებიან. სომეხი უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პატიმრის მოქალაქეობის დადგენის და წამების ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებენ. გლდანის მერვე საპყრობილეში ეროვნებით სომეხი პატიმრის წამების გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ სომხური დიასპორა ვარაუდობს, რომ პატიმარი შესაძლოა არა საქართველოს, არამედ სომხეთის მოქალაქე იყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ამბობს, რომ სომხური ენის დიალექტი, რომელზეც პატიმარი ლაპარაკობს, საქართველოში გავრცელებული სომხურისგან განსხვავებულია. 99% შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი არ არის საქართველოს შვილი, დიდი ალბათობით არის სომხეთიდან. იმიტომ რომ ის დიალექტი, რომელთაც საუბრობს, უფრო გავს სომხეთის აღმოსავლეთის ნაწილს. პატიმრის წამების ფაქტს უკვე ეხმაურებიან სომხეთში. ცნობილი უფლებადამცველი ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის კოორდინატორი არტურ საკუნცი მეცხრე არხთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ საქმე მართლაც სომხეთის მოქალაქის წამებას ეხებოდეს. ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა ყველა შოქში ჩააგდო ნაციონალურმა კუთვნილებამ, ან ის თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა პატიმარი, სამწუხაროდ შეუძლია დამატებითი სიმწოვე და ნეგატივის შემატოს ამ ისტორიას. საქმე შეიძლება სომხეთის მოქალაქისთან ჰქონდეს, ამიტომ სომხეთის მთავრობამ ოფიციალური მიმართვა უნდა გაუგზავნოს საქართველოს ხელისუფლებას და პატიმრის მოქალაქეობის დადგენა მოითხოვოს. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ახალი გამოწვევაა. ფაქტმა რაიმე ნაციონალისტური გამოხდომები რომ არ გამოიწვიოს, ის მხოლოდ სამართლებრივ ველში უნდა იყოს შესწავლილი. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე დღეს სპეციალურად შეკრებილმა ომბუდსმენის აპარატთან არსებულმა ეთნიკური უმცირესობების საბჭომ იმსჯელა. აუცილებელია, რომ საბჭოს წევრები უშუალოდ იყვნენ ჩაბმული მონიტორინგის პროცესში, რომელიც ამ კუთხით სწორედ ეთნიკური თუ არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკური იქნება თუ რელიგიური ნიშნით შეისწავლის ვითარებას და საბჭოს წევრებმა ციხეების მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართვა პრეზიდენტის სახელზე შეიმუშავეს.